გამარჯობა მეგობრებო, ოპერაციებით კუჭის წრა და მერე წონის დაკლება. ეს მოკლე გზა შეიძლება იყოს ჩვენი ჯანმრთელობისთვის, ჩვენი კუჭისთვის, ჩვენი საერთოდ ჰორმონებისთვის ძალიან მავნე. დღის ვიდეოში რა ალტერნატივა შეიძლება იყოს, რომ ადამიანი იქამდე არ წავიდე, რომ კუჭის ოპერაცია დაჭირდე. Ჯოგი დღეს დიაბეტი კურნალობის მიზეზითაც აკეთებს ამ კუჭის ოპერაციას. ბოლომდე უყურე ვიდეო, თუ თქვენ ირგვლივს ადამიანი ვინც აპირებს, ან თქვენ აპირებს ამ ოპერაციის გაკეთება, უნდა იცოდე მაგისი მოვლენების ეფექტები. შეიძლება გვერდის მოვლენების ეფექტებიც ხო უნდა იცოდე. ძალიან მოკლედ რო გითხრა მეგობრებო, ეს არის ჩვენი კუჭი. Ai ეს ადგილი ნახე, ამ ადგილზე კეთდება ეს ერთი ჰორმონი, რომელიც ქვია გრელინი. ეს ჰორმონი აკავშირებს ჩვენ რო გშია, ეს როცა კეთდება, ადამიანს ჭამა მოუნდება და ეს ჭრა რო ხდება, ზუსტად ამ ადგილიდან ხდება, ამ ოპერაციის მერე ადამიანს ძალიან ცოტა მოხშირდება, ან საერთოდ არ მოხშირდება, მარტო დრო უყურებენ, ჭამის დროა, ურილიკუმა შევჭამო. კიდე აქ ბევრი ჰორმონები ანაწილებენ, სხვადასხვა საქმე, როდის მოხშირდე, როდის უნდა დაეჯინო ეს ყველაფერი, მაგრამ ჩვენ მარტო ამ ოპერაციის მერე რა შეხდება, რა ელოდება თქვენი ჯანმრთელობას, მაგაზე უნდა ვისაუბრო. გრელინინ ჰორმონი უგზავნის მესეჯს twinamde რომ მოდის საწმელით ხო ეხლა გშია ადამიანს. ეს საქმეა მაგისი. მაგრამ არ დამთავრდება მაგის საქმე. ენერგიაზე უნდა იყო ადამიანი თუ სუსტი იქნება, ეგეც მაგის საქმეა. მეტაბოლიზმის კონტროლიც გრელინის საქმეა. კუნთოვანი მასა რო სენარჩუნო ადამიანი, რას შეჭამს საწმელი, იქიდან ეგეც გრელინინ საქმეა. და ამ ოპერაციის მერე თქვენ თუ გინახია ეგეთი ადამიანი, ვინც გააკეთა ეს ოპერაცია, როგორ გამოიყურება. იმ ადამიანს არ არსებობს კუნთი. და საწმელში შეფუთული შეიძლება გოგო, პატარა ეგეთი სახით კი მაკიაჟით რაღაცა ლამაზად ჩანდე, მაგრამ კატასტროფაა, ჩამოიყიდება ტანია ესე ჩამოიყიდება, იმიტომ ჰორმონის დარღვევა მიდის კატასტროფული. ჯოგი ადამიანი ვერს ძინავს ამ ოპერაციის მერე, ჯოგი ადამიანი ნებისმიერი საწმელი ჭამის მერე გულირევის შეგრძნება აქვს, შებირელობა აქვს, ეს მაგისი უკუჩვენება. მაგრამ შეიძლება ერთ-ერთი ადამიანი კარგათაც გრძნობს, შაქარის დაუკლო, მაგრამ 100% ადამიანის კუნთოვანი მასა დაიკარგება. გრელინინ ჰორმონის დარღვევის მერე კუნთოვანი მასა ვერ სენარჩუნებს და კუნთოვანი მასა თუ ვერ სენარჩუნებთ, მაშინ მომავალში ასაკი რო დაემატება, საქცრებიც უდგეში იქნება, ადამიანი ფეხები ხო ამბობს, რომ ყველაზე დიდი კუნთებია. ეს კუნთები ადამიანს თუ არ იქნება, მაშინ როგორ უნდა ხანგრძლივი ცხოვრება როგორ უნდა გქონდე ადამიანს. ყველაფერი წონა ლამაზად გამოიყურება ხო არ არის. მეორე არის ლეპტინი. ეს ჰორმონი გრელინთან ერთად მუშაობს. გრელინი ეუბნება გშია, ლეპტინი ეუბნება twins, საკმარისი საწმელი ნაჭამია, მოდი ეხლა შევჩერდე. მაგრამ ოპერაციის მერე კუჭის ეს მხარე მოჭრილია, ეს ჰორმონი ან არ კეთდება, ან ცოტა კეთდება, მაშინ ეს ლეპტინი სულ დარღვეულია. ადამიანს შეიძლება ხანდახან სულ სიგნალი გაგზავნილია, სულ არ აქშია. ადამიანი რო ენერგიით იყო, რო იცოცხლო საერთოდ საჭმელი ხო გინდა, მაგრამ შეიძლება ლეპტინი სულ ანთებულია, რო საჭმელი არ გინდა და მაგით ადამიანმა არ უნდა გაუხარდე. ეგეც საჭიროა, რო არ მოგშივდები, ენერგიაც არ იქნები. ამ ოპერაციის მერე ბევრი ადამიანს აქვს უენერგიო. ეს უკვე 100%-ია, რომ ოპერაციის მერე ჩიქვის ჰორმონი TSH რო არის, ეს ყველა პაციენტებში
ქვევით მოდის. Იმიტომ ადამიანი დღეს არის 100 კილო, მაგისით სიკვი, ჰორმონი TSH იმ დონეზე მუშაობს, 100 კილოა, ადამიანი გახდა 70 კილო. ეს ჰორმონები იქ არ დარჩება. TSH ყოველთვის დაბლა მოდის. ზოგი ადამიანისთვის კარგია, რომ დაბლა ჩამოვიდა. მაგალი მქონდა, ჰაიპერთაიროიდიზმი მქონდა, მაგრამ ზოგი ადამიანს კარგად იყო ეს ფუნქციები, მაგრამ ოპერაციის მერე შეიძლება ძალიან ქვევით წამოვიდე და ეს უკვე ყველა მიცი TSH ძალიან დაბალი. ამ ვიდეოში რასაც გეუბნები, ეს ყველაფერი კვლევები ჩატარებულია მეგობრებო, description-ში ვიდეოს ქვევით ჩაგიგდებს ეს ლინკები, მე თქვენ შეგიძლია წაიკითხო, მაგას დრო ჭირდება დაჯექი, წაიკითხე ამ ოპერაციის მერე რა შედეგი უნდა დაელოდოთ ადამიანს. კორტისოლი ყველაზე პოპულარულია, ვაიმე კორტისოლი მაგალი მაქვს, სტრესი მაქვს. როცა გრელინინი შეწუხდება ან ნაკლებად კეთდება, იმ შემთხვევაში კორტისოლი თვითონ მოიმატება. ჩვენი ორგანიზმი ძალიან ჭკვიანია. ორგანიზმი ფიქრობს, რა მოუვიდა. ადამიანი რომელიც ჭამდა იმდენი საწმელი, უცბად რა მოხდა. სწრაფად კორტისოლი მაგლა მიდის. და ეგეთი ადამიანები შეიძლება უძილობა და სტრესით დაიმატა. ამ ოპერაციის მერე 80% პაციენტებს B12 ჯგუფის B12 ვიტამინის ნაკლებობა მოიმატება. D ვიტამინის ნაკლებობა მოიმატება, იმიტომ აძლევენ ამ ოპერაციის მერე სულ D ვიტამინი, B12 და მეტი ვიტამინები აძლევენ. და ეს ვიტამინი ხო არსებობს კურსი, მე თქვენ ჩვეულებრივი ადამიანი ეს კურსებს აკეთებს, 3 თვე დალიე, მერე არა, მაგრამ ამ ოპერაციის მერე სულ დანამატის იმაზე არიან დანამატი. იმიტომ ჩვენ უკვე ბუნების კანონი, რასაც ქონდა ჩვენ ეს კუჭი, რასაც არის ეს მოჭერი, საჭმელი მიდის, სხვა, ანუ ის გზად, სადაც უნდა გაჩერდე, იქ არ ჩერდება. ჩათვალე, კახეთიდან მოდის ტრეილერი. უნდა გაიარო თბილისი, ისანი, მერე სამგორი და უნდა შუა ქალაქიდან უნდა წახვიდე იქით დასავლეთისკენ, მაგრამ bypass ტრეილერი მოვიდა, იქით მარტყოფის გზით წავიდა იქით დასავლეთისკენ. მაგრამ ეს ტრეილერი არ არის, ეს არის ჰორმონი, რომელი უნდა გაიარო, საჭმელი უნდა გაიარო, როგორც წესია. მაგრამ რო იჭრება, იმიტომ მე თვითონ ყავს ეგეთი ადამიანები, ნანახი მირეკავენ კიდენს, რომ ეს გავაკეთე და ამის მერე ეს პრობლემა, იმიტომ გადავწყვიტეთ, რომ ეს ვიდეო უნდა გავაკეთო. ოპერაცია ვინც წყვეტს, ეგეთი ადამიანი, ჩემი აზრით არ გეჭკინო, არის ძალიან სუსტი ადამიანი, ნებისყოფა არა აქვს, ჭამა მაინც უნდა და ვერ უთმენ და ეგეთი ადამიანები აკეთებენ. კი ბატონო, მედიცინა ძალიან წინ წასულია და ადამიანი ვისაც უკვე აღარ შეუძლია, ზოგი ადამიანი 300 კილო გახდა, მაგისთვის სხვა გზა არ არის, მაგრამ 80 კილო, 100 კილო, 115 კილო ეს წონა არ არის ეგეთი, რომ ბუნებრივი გზით არ დაიკლოთ. როგორ უნდა დაიკლოთ? პრინციპი არსებობს. პირველი პრინციპი ეს არის, რომ ამოიგეთ კვებიდან რეფინირებული ძეთები, ტკბილეული და რეფინირებული ფხვილით გაკეთებული ნებისმიერი რამე, ცომეული. ეს პირველი პრინციპია. მეორე, კვებაში დაამატე მეტი, ანუ გრელინინ ჰორმონი გინდა, რომ ტვინის ადრე, ანუ ძალიან მალე უთხრა, მოდი არ მშია, მაშინ ცილა უნდა ჭამო, ცილა, ცხიმი. ორივე ეუბნება უფრო ადრე აღარ მშია. თქვენ რო ჭამს რეფინირებული, აი გინდა თეთრი პური, შემწვარი, ეს გრელინინი სუმად უყურება ჭამო კიდე, იმიტომ სიგნალი არ მიდის, სიგნალი გინდა გაუგზავნო, დამიზერე. ბოსტნეული პირველი, ცილა, ცხიმი, ბოლოს ნახშირის წყლები. მიდი ცადე რა ეს პრინციპი. ვინც ცადა, იმ ადამიანმა 20, 30, 40 კილო დაკლებულია. და ბოლო საჭმელი ჭამის ნახევარი საათი 40 წუთის მერე სიარული. რამდენი სიარული?
კაი იქნება 10000 ნაბიჯი, 12000, 8000 დაიწყე ჯერ, მერე წახვალ 10 და 12-ზე. ეს პრინციპი, სამი პრინციპი არსებობს. და ბოლო პრინციპი, ძილი, 8 საათიანი ძილი. როცა გძინავს კარგად, მეორე დღე 30% საჭმელი ისეთაც ნაკლებად შეჭამ და წონაში დაიკლები. იმედია მოგეწონება ეს ინფორმაცია, სულიკავი ჯამთელი და ბედნიერი არ დაგავიწყდე არქის გამოწერა და სხვა ეგეთი მეზობელს, მეგობარს გაგზავნა, ვისაც სჭირდება ეს ინფორმაცია. კარგად.